დავიწყოთ გერმანიის სანქციებით. რამდენად აქვს ამას მნიშვნელობა? ბალტიის ქვეყნების სანქციები ჩვენ ნახეთ, მაგრამ ხელისუფლება ძალიან აგდებით ეკიდებოდა ამ ყველაფერს. ბალტიის ქვეყნებს რაღაც სუვერენიტეტი დაუწუნეს. გერმანიასთან დაკავშირებით ჯერ არ ვიცი, მე არ შემხვედრია დღის ბოლოა და მათი განცხადება. მე მგონი ფიქრობენ ან საერთოდ არაპირებენ. რამდენად ექნება ამ ყველაფერს გავლენა და ამ სანქციებს მნიშვნელობა? რაოდენია თქვენგან დავიწყოთ. საღამშვიდობის მერე მივესალმები თქვენს მაყურებელს. სანქციებს რამდენიმე განზომილება აქვს, ამ შემთხვევაში პირველ რიგში პოლიტიკური განზომილება და შემდგომ უკვე ტექნიკური, ანუ როგორ აღსრულდება და რამდენად მტკივნეულია ეს მართლაც ადრესატისთვის. პოლიტიკური განზომილების ნაწილში ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ბერლინმა. მე ჯერ კიდევ წინამთავრობის პირობებში ვიყავი ვიზიტით გერმანიაში და ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელი ჩანდა მაშინ, რომ გერმანია ასე ვთქვათ, უგულებელყოფას გაუკეთებდა იმ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სწორედ ბერლინი, რაც არის ევროკავშირის ერთიანობა და ერთიანი სულისკვეთება. ანუ ეს ერთიანობის პრინციპი, როგორც წესი, არ ირღვევა და ამიტომ თითქმის შეუძლებელი ჩანდა, რომ გერმანია მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირის ერთიანი გადაწყვეტილების მიღმა, ვთქვათ, უნგრეთის და სლოვაკეთის პოზიციის უგულებელყოფით ის საქართველოსთან მიმართებით მაინც მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას და ვთქვათ ორმხრივ სანქციებს დაუწესებდა. ყველა საუბრობდა იმაზე, რომ გვესმის, რომ ამის საჭიროება არსებობს, მაგრამ ერთიანობის პრინციპი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამას გერმანია ვერ გადაუხევს და თუ ამას გერმანია არ იზავდა, შესაბამისად სხვაც ვერავინ ვერ იზავდა. აბსოლუტურად ფუნდამენტურად შეცვლილია ვითარება ახალი კოალიციის მოლოდინში მყოფი გერმანიის პირობებში, რაც ეს პრინციპი ამ პრინციპის უგულებელყოფა მოხდა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, მათთვის სანქციების დაწესების პოლიტიკა გადაწონა მათ საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოსთან და აი ამ გრძელვადიან ხედვასთან, რომელიც მათ რეგიონთან მიმართებით აქვთ, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რომელიც მათ საქართველოს მიანიჭეს და ის გადაწყვეტილებები, რომელიც მანამდე იყო საქართველოსთან მინიმუმ ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებით მიღებული, ამ გადაწყვეტილებიდან რომ უკან არ დაიხევენ, ეს ბერლინმა ძალიან ნათლად გააჟღერა. ამას რამდენიმე საფუძველი აქვს. პირველი ის, რომ მათ უკრაინასთან მიმართებით ძალიან გამოკვეთილი პოზიცია აქვს და შესაბამისად მიიჩნევენ, რომ ივანიშვილი ამ პოზიციებთან თანხვედრაში მის პოლიტიკას არ ახორციელებს. და მეორე გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რომელსაც ისინი საქართველოს ანიჭებენ, სადაც დიქტატურული რეჟიმი მათ ინტერესში არც ერთ ვითარებაში არ შედის. ამიტომ როგორც ჩანს, ახალი კოალიციის და ახალი კანცლერის პირობებში ეს პოზიციები კიდევ უფრო მეტად გამყარდება, ვიდრე ეს იყო სოციალ-დემოკრატების პირობებში. ხო, ეს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკა შემუშავდა და რადგან მათ ჯერ კიდევ დაუკომპლექტებელი კოალიციის პირობებში, მთავრობის პირობებში მოიცალეს ამ გადაწყვეტილებისთვის, ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად შეუქცევადი გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოსთან მიმართებით. ის რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს ჩამოთვლის ქვეყნებს გაფართოების მიმართულებით უკრაინას, დასავლეთ ბალკანეთს, მოლდოვას და არ ახსენებს საქართველოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩაიხსნა საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგიდან. გაფართოების დღის წესრიგიდან. ეს ნიშნავს, რომ ამ წუთას საქართველოს დღის წესრიგიდან ჩახსნილია, რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, რაც შეეხება კანდიდატის სტატუსიდან შემდეგ ეტაპზე გადასვლას. ამ ეტაპზე საქართველოსთან ეს ეტაპი, შემდეგი ეტაპი არ განიხილება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უბრალოდ არავინ არ არსებობს, ვისთანაც შეიძლება მათ ეს დისკუსია წარმართონ და შემდგომ აღსრულების ეტაპებზე შეთანხმდნენ, განიხილონ, შესაბამისი რესურსი მიმართონ და ასე შემდეგ. პირველი, იმიტომ რომ ხელისუფლებას საქართველოს ყავს დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც არ უნდა ევროკავშირში ინტეგრაციის პოლიტიკის გაგრძელება და შემდგომ ეტაპზე ქვეყნის გადაყვანა და მეორე, იმიტომ რომ წარმომადგენლები, რომელიც 2008 წელს იქნებით მზად ამისთვის. ამიტომ ჩვენ საუბრობთ ახლა ამ ეტაპზე, ჯერ ერთი დედაქალაქებში ცნობიერება მისულია იქამდე, რომ ივანიშვილის პირობებში არანაირი ინტეგრაციის პროცესი არ იქნება. პირველი, იმიტომ რომ მათ იციან, რომ ივანიშვილი ამ პოლიტიკას არ გაატარებს და მეორე, იმიტომ რომ ივანიშვილის პირობებში საქართველოს ეს პერსპექტივა უხეშად რო ვთქვათ არ ეჭყანება.
ამიტომ ამ ეტაპში გულისხმობ და მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილის წარმომადგენლებს ისინი ლეგიტიმაციას არ ანიჭებენ, ისინი არ მიაჩნევენ, რომ მათ სახალხო ლეგიტიმაცია გააჩნიათ იმისთვის, რომ დედაქალაქებმა რაიმე ტიპის ინტეგრაციაზე ან პოლიტიკის გაგრძელებაზე მათთან ისაუბრონ. სამიც ვერ გამართავ, ხო? ვერავისთან ვერ გამართავ, ვერც სამიც ვერ გამართავენ, ელჩებს ვერ ნიშნავენ და წარმომადგენლობა ტექნიკურ დისკუსია დიალოგამდეც კი ვერ დადიან, ან დიპლომატიური მინიმალურ სტანდარტზეც ვერ არის ჯერ შეთანხმებული ევროპა თუ რა ფორმით შეძლებენ ისინი რეჟიმის წარმომადგენლებთან ურთიერთობის გაგრძელებას. ამიტომ სამიტი არის კულმინაცია უკვე ყველაში, როდესაც ყველაფერი არის შეთანხმებული. ამიტომ კი, თქვენ კითხვაზე პასუხი არის, რომ ამ ეტაპზე საქართველოს დღის წესრიგიდან ჩახსნილია, ამ ეტაპზე რეგიონში საქართველოსთან მიმართებით ღიად რუსული პოლიტიკა ტარდება, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს ვერ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, ვერ უნდა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ლაპარაკი ზედმეტია. მიუხედავად ამისა, გერმანიის გადაწყვეტილება და მათ შორის ბატონი კახა საუბრობდა, რომ კოალიციური გადაწყვეტილებები იქნება და დიდი ალბათობით იქნება, იმიტომ რომ გერმანია კონსულტაციების გარეშე ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მიიღებდა, მათ შორის შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ სხვა დასავლური დედაქალაქები ამ მაგალითს გაიზიარებენ და მიყვებიან ანალოგიურად. რაც ცალსახად იმას მიანიშნებს, რომ რეგიონსა და საქართველოსთან მიმართებით ევროპას მისი ინტერესები ძალაში რჩება და ევროპის ინტერესები განსხვავებით, თქვათ, ჩინური თუ რუსული ინტერესებისგან რეგიონში ნიშნავს, რომ მათ ჭირდებათ დემოკრატიული საქართველო. ისინი ვერ იურთიერთებენ ქვეყანასთან, რომელიც არ არის, რომელიც ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას ახდენს. ამიტომ საქართველოსთან მიმართებით მათი ყურადღება და ინტერესი არ შესუსტდება და ახლა ასე ჩანს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც თქვათ უკრაინასთან მიმართებითაც უფრო ხმამაღალ პოზიციებს ავლენენ და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის განახლებული პოზიციების გათვალისწინებით მეტი სიმძიმის ძალა, ვთქვათ, დასავლეთ ევროპაზე გადმოდის, მათი ყურადღების ცენტრში საქართველოს კვლავ დარჩება. რამდენად შეიძლება მოხდეს ისე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ოცნების მოკავშირე აღმოჩნდეს საბოლოოდ? თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს, პრაქტიკულად ნაკლებ სავარაუდოა. რიგი მიზეზების ხედვები გვაქვსო და ერთნაირი იდეოლოგია. პირველ რიგში მათ არ აქვთ ერთნაირი ხედვები. ოცნება შეიძლება იმედოვნებს, რომ მათ უბრალოდ ივანიშვილს შეუძლია. უბრალოდ არ მგონია, რომ მათ საერთოდ რამე პირდაპირი კომუნიკაციის იმედი ქონდეთ, მათი იმედები მყარდება იმაზე, რომ მოსკოვი მოაგვარებს მათ ურთიერთობებს ტრამპთან. დიდი ალბათობით ეს სქემაა, რომელსაც ისინი განიხილავენ და რომელსაც ისინი იმედოვნებენ, რომ აქამდე მივლენ. მაგრამ დღეის მდგომარეობით შედეგებიც მოწმობს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ იანვარი აიღებოდა, ვთქვათ, ყველაზე შორეულ წერტილად, როდესაც ივანიშვილი შეძლებდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა სწორედ ახალი ადმინისტრაციის წყალობით, ეს ასე არ არის, ახლოსაც არ არის ამასთან, აქამდე არანაირი ნიშანი არ არის, რომ ამერიკის პოლიტიკა რამე ფორმით გადაიხედა საქართველოსთან. ის რომ შეხვდა ელჩი, საგარეო საქმეთა მინისტრად, რაღაც პირობები გააცნო. კი. ამას მოხდება გადატვირთვა. ჯერჯერობით ეს გადატვირთვა არ მომხდარა, მოხდება თუ არა და საით მოხდება ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონთან მიმართების აქვს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესი. ეხლა დემოკრატიზაციის ტალღა დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ ახლა ბრძოლა, რაზეც მიმდინარეობს, არის მმართველობის რეფორმა შენარჩუნდება საქართველოში. თუ როგორც ვთქვით, ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ჩინეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო ჭირდება, რომ იყოს არადემოკრატიული, იმიტომ რომ დიქტატურული მმართველობა გაცილებით უფრო მეტად კონტროლირებადია, მეტად საერთო ენის გამონახვაა შესაძლებელი. თქვათ, იგივე მოსკოვს დაქვემდებარებული რეჟიმი, თბილისი, რომელიც პირდაპირ მოსკოვს ექვემდებარება და აი აქ სუსტ გოლს არ წარმოადგენს თავისი დემოკრატიული შებოჭვებით, გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულებებით და ასე შემდეგ და ეს მათივე წარმომადგენელს დავით ულიანს, მე მგონი, არ ვიცი, წამოწდა თუ არ ვიცი, სადღაც ყური მოკრა და მე უბრალოდ თვითონვე გაიმეორა, თქვა, რომ აი ამ ახალი სატრანზიტო გადალაგების თუ დერეფნის ხელახალი განლაგების პირობებშიო საქართველოს რო ამოვარდნილი იყოს კონტექსტიდან როგორც დემოკრატია, უბრალოდ არ აწყობს გლობალურ მოთამაშეებს. ანუ გულისხმობს სწორედ იმ სატრანზიტო ხაზს, რომელსაც ისინი ეხლა ახალ მოკავშირეებად განიხილავენ ირანს და ჩინეთს. მაშინ, როდესაც
იმ ქვეყნებს, რომელსაც ასევე სტრატეგიული ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებით, როგორიც არის დასავლური ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, მათ საქართველოში ჭირდება დემოკრატიული მმართველობა, იმიტომ რომ ეს არის მათი კომუნიკაციის ენა იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც მათ შეუძლიათ ურთიერთობა მოაგვარონ და დაამყარონ. ეხლა დერეფნის მნიშვნელობაზე როცა ვსაუბრობდით, შეუძლებელია რომ უსაფრთხოების კრიტერიუმებიდან ამოვარდეს მაგალითად საქართველოში უკონტროლო დერეფანი. მაგალითისთვის საქართველოს დერეფანი გამოიყენებოდეს სანქცირებული რუსი მოქალაქეებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობად. შეუძლებელია რომ საქართველო მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში არ შედიოდეს როგორც პოტენციური საფრთხე ნარკოტრაფიკინგის და ადამიანებით ვაჭრობის. ამიტომ ეს საკითხები ვაშინგტონისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანი რჩება. საკითხავი რჩება, არიან თუ არა ისინი მზად რომ დათმონ დიქტატორული მმართველობის სასარგებლოდ თავისი პოზიციები და ვთქვათ გამოივაჭრონ დერეფანზე კონტროლი და გეოპოლიტიკური ინტერესები. და ამის კიდევ ერთხელ თეორიული შესაძლებლობა არსებობს, პრაქტიკულად პირველი ამაზე არაფერი მიანიშნებს, მეორე თითქმის შეუძლებელია რომ ფუნდამენტურად დემოკრატიულმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მონახოს ივანიშვილის ისეთ რეჟიმთან ურთიერთობის საერთო ენა, როგორც არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც უბრალოდ ძალაუფლებას არის ჩამღაუჭებული და რომელიც აქ მაგალითად ლობირებას უწევს ჩინური ინტერესების გაძლიერებას, ირანული ინტერესების გაძლიერებას, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს ამერიკულ ინტერესს შესაბამისად. ამასვე მოწმობს ჩემი აზრით ისიც, რომ ელჩი დანიგანი შეხვდა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელს და 2 დღეში ის შეხვდა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერად აღიარებულ სამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილს, რომელთანაც მან გამოკვეთა პოზიცია, რომ ის აქ მედიაციის როლს უფრო ასრულებს, ვიდრე იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმთან გადატვირთვის პოლიტიკის გამხმოვანებელი იყო. საინტერესო იყო მესიჯი, რომელიც გაავრცელა საელჩომ, რომ გზავნილები გადავეცდათ. ხო, ანუ გამოდის, რომ ეს პირველი კონტაქტი შედგა, ასე ვთქვათ, ელჩის მეშვეობით ახალ ადმინისტრაციასთან, საიდანაც რაღაც პირობები და რაღაც საპასუხო რეაქციას ელოდებიან და სავარაუდოდ ამას უკავშირდება ისიც, რომ მეგობარი აქტის ამ ეტაპზე გადადება ხდება, იმიტომ რომ რაღაც შემხვედრ ნაბიჯებს ელოდებიან ივანიშვილის მხრიდან და ეს შემხვედრი ნაბიჯები ცხადია, რომ ალბათ არის ისეთი საკითხები, როგორიც არის პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ ასევე არავინ არ მოტყუდება იმით, რომ პოლიტიკური პატიმრები უბრალოდ ვაჭრობის საკითხია ივანიშვილის ხელში, რომელსაც ზუსტად ბერკეტად იყენებს იმისთვის, რომ ძალაუფლებაში დატოვების რესურსი გამოივაჭროს სამის სანაცვლოდ. ამიტომ ცხადია, რომ ეს როგორც ჩვენ გვესმის, ისე ესმის ვაშინგტონს. ბელორუსიზაცია გამორიცხულია არა იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ამას არ გააკეთებს და არ გაყვება ლუკაშენკოს გზას, მას გადაწყვეტილი აქვს, რომ ის ძალაუფლებაში უნდა დარჩეს ნებისმიერი გზით. ეს არის მათი ფუნდამენტური მათი რა ივანიშვილის არჩევანი ამ შემთხვევაში. მაღალი ალბათობით, იმიტომ რომ ის ძალიან კონკრეტული ინსტრუქციით მოქმედებს და სხვა რესურსი არც გააჩნია გადაწყვეტილების მიღების. დანარჩენები არიან უბრალოდ კორუფციულად მასზე მიბმული და სხვა გადაწყვეტილების უფლებამოსილება და დისკრეცია მათისაც არ გააჩნიათ, ვისაც ამის რესურსი ქონდა, ისინი ისედაც აღარ არიანი, ყველა დანარჩენი ჭიდროთ არის იმ ვერტიკალთან დაკავშირებული კორუფციული თუ სხვა ტიპის კომპრომატებით, რომელთანაც ისინი ვერ გადაუხვევენ, მათ ესმით ძალიან კარგად, რომ სანქციები მათზე ცუდად აისახება, მათ ოჯახებზე ცუდად აისახება, მათ შვილების მომავალზე ცუდად აისახება, მაგრამ მათ უბრალოდ სხვა შესაძლებლობა აღარ აქვთ, იმიტომ რომ ჩაყოლა ამჯობინეს რაღაც ეტაპზე და მას შემდეგ ამ ინერციით მიდიან. ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, ივანიშვილმა ჯერ კიდევ როდესაც რუსული კანონის ხელმეორედ შემოbrunება გადაწყვიტა, იმ მომენტისთვის მას უკვე ის ერთი წელი მთლიანად ჰქონდა გამოყენებული იმისთვის, რომ შეექმნა შესაბამისი ხელსაყრელი პირობები თავისი კაპიტალისთვის, რომ სანქციებს ეფექტურად აარიდოს თავი. იცოდა მან, რომ სანქციების რეჟიმს ვერ გაექცეოდა, იცოდა მან, რომ ეს მას პირადად შეეხება, ამისთვის მიიღო მან დაჩქარებული წესით ოფშორების კანონი, ამისთვის მოახდინა მან თავისი კაპიტალის შემოდინება და ანუ მე მას გულისხმობ, რომ ეს ყველა ფუნდამენტურად გადაწყვეტილება. ვერ გამოვა მხოლოდ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ განსხვავებით და ბატონი კახაც ამაზე მიანიშნებდა, რომ
განსხვავებით ბელორუსისგან, განსხვავებით აზერბაიჯანისგან, საქართველოს თავისთავად ასეთი თვითკმარი ეკონომიკა საერთოდ არ არის. მას რესურსი თვითგან იმისთვის, რომ დიქტატურა დიდხანს შეინარჩუნოს და აცოცხლოს, ამის შესაძლებლობა საქართველოს არ აქვს. საქართველოს პრაქტიკულად არანაირი წარმოება არ აქვს. საქართველოს თვითკმარი ეკონომიკა, აგრეთვე 11%-იანი ზრდა აქვს ეკონომიკაში. კვლევები, არანაირი 11% ეს არის ეკონომიკური ზრდა, რომელიც საერთოდ არ აისახება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით წეგრია და პროგნოზებიც კარგი აქვს, რომ მომავალშიც ასე არანაირი იქნებ პროგნოზები მოიყონოთ აქ სპეციალურად კარგი ორი ეკონომისტი და ექსპერტი და იმათ საუბრობთ როგორ ზრდაზეა საუბარი. რაზე არის საუბარი? ვის გამო არის ეს ზრდა? ჩვენ განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, ვისაც თავისი შიდა რესურსი საკმარისად აქვს იმისთვის, რომ დიქტატურა არსებონ, ამის შესაძლებლობა საქართველოს არ აქვს. საქართველოს ერთსულ მოსახლეზე GDP-თ ბელორუსს გავასწარებს. ვასწრებთ დღეს ბელორუსს. უფრო მაღალია ჩვენთან GDP ვიდრე ბელორუსში და ვიდრე აზერბაიჯანში მათ შორის. საქართველოს ეკონომიკური განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს პირდაპირ პროპორციულია ჩვენი დასავლური განვითარების. ჩვენ მიბმული ვართ სავალუტო ფონდებზე, ჩვენ მიბმული ვართ დასავლურ კაპიტალზე, ჩვენ მიბმული ვართ ეგრეთ წოდებულ FDI-ზე, ჩვენ მიბმული ვართ იმაზე, რომ საქართველოში დოლარი შემოდიოდეს. კი, რასაკვირველია, მაგრამ მილიარდის ინვესტიციას ელოდებიან. იმ აზიისთვისაც ინტერესის სფეროს უნდა წარმოადგენდეს. ინტერესის სფეროს მაგალითად ჩინეთისთვის საქართველოს წარმოადგენს თუ ის ევროპულ ბაზრებზეა მიბმული. ამ შემთხვევისთვის წარმოადგენს. სხვა შემთხვევაში ჩინეთისთვის რა ინტერესი უნდა წარმოადგენდეს 3 მილიონიანი ქვეყანა, რომელიც ვერ ვითარდება და პერსპექტივა არ აქვს თავისი ბაზრების. ეს დერეფანი ჩაიკეტება ევროპაში თუ არ მიდის. ამიტომ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ივანიშვილი, თქვათ, რაღაც 90-იანების მოდელზე თავის ბიუჯეტში საკმარისი თანხა ყოველთვის იქნება იმისთვის, რომ რაღაცა თავისი მინი ელიტები შეინახოს და თვითონ კარგად იყვნენ. ამის შესაძლებლობა ცხადია, მათ ექნებათ. მაგრამ ის რომ ჩვენ ჩვეულებრივად შევძლებთ რაღაც ბუნებრივად განვითარებას და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას დასავლეთისგან იზოლაციის პირობებში, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია.